გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის აცხადებს კონკურს თემაზე ტყე ჩემი სიცოცხლის წყარო. პროექტი მიზნად ისახავს ტყის მდგრადი მართვისა და ტყის სექტორის შესახებ მოსწავლეებში გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლებას. თემის დეტალებით ჩვენი ჟურნალისტი ულამაზესი ლიკუნა წიქარიშვილი გვერდდება პირდაპირ ეთერში და მისგან მოვისმენთ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას კონკურსის შესახებ. ლიკუნა სალამი. დილამშვიდობის ზუზუ გიორგი მოგესალმებით და ძალიან საინტერესო და სასარგებლო პროექტის შესახებ გვინდა რომ გესაუბროთ. ტყე ჩემი სიცოცხლის წყარო გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით დაიგეგმა პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-9-დან მე-12 კლასის მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად და მათი დავალება არის რომ შექმნან კრეატიული პროექტის იდეა, რომელიც შეეხება ტყის მდგრად მართვას, მის პრობლემებს და გადაჭრის გზებს. თუმცა უფრო უკეთესად ამ ინიციატივის შესახებ ჩემი რესპონდენტი თამთა დევდარიანი ისაუბრებს, რომელიც არის გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი. თამთა, დილამშვიდობის. პირველ რიგში ძალიან საინტერესო და სასარგებლო ინიციატივაა და მოდი უფრო უკეთ გავშალოთ მაყურებლისთვის, მიზანი რა აქვს ამ პროექტს. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და ძალიან დიდ მადლობას გიხდით ცენტრის ამ მნიშვნელოვანი აქტივობის დაინტერესებისათვის. თქვენ სწორად აღნიშნეთ, გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა დაიწყო ახალი პროექტი 18 ნოემბრიდან. წყე სახელწოდებით ტყე ჩემი სიცოცხლის წყარო არის. მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული კონკურსი მიმდინარეობს ეკოჯორჯიას პროექტის საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა ფარგლებში და აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც თქვენ აღნიშნეთ მე-9, მე-12 კლასის მოსწავლეებს და რაც მთავარია აღნიშნულის მიზანი გახლავთ სწორედაც სკოლის მოსწავლეებისათვის გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და ტყის მდგრადი მართვის თაობაზე ცნობიერების ამაღლება. თამთა, რომელი მუნიციპალიტეტის სკოლები ჩაერთვებიან ამ პროექტში? მოგახსენებთ, საპილოტო მუნიციპალიტეტებს პროექტის ფარგლებში წარმოადგენს ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, თიანეთი, თელავი, ახმეტა, არ მინდა რომ გამორჩეს დედოფლის წყარო და ასევე დეტალური ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით მოცემული არის ჩვენს ვებგვერდზე. ამ მუნიციპალიტეტებიდან ჩაერთვებიან სკოლის მოსწავლეები და ჩვენ ძალიან დიდი სიხარულით ვიღებთ საპროექტო წინადადებებს მიმდინარე წლის 18 დეკემბრის ჩათვლით. თამთა, მე როგორც ვიცი, 10 გამარჯვებული ეყოლება კონკურს. რის მიხედვით მოხდება ამ ბავშვების შერჩევა და როგორც უკვე თქვი, მე მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად მიიღონ მონაწილეობა. რის მიხედვით შევარჩევთ გამარჯვებულს? სწორად აღნიშნეთ თქვენ, მოსწავლეებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. ჯგუფში უნდა იყოს არაუმეტესო 4 პიროვნებისა და ფასდება სხვადასხვა კრიტერიუმებით. ეს იქნება საუკეთესო საპროექტო იდეა, გარემოს დაცვით საკითხებზე აქცენტირება, საუკეთესო ფოტო და ვიზუალური მასალის დატანება, რომელიც გავა ასევე სოციალურ ქსელში. ეს არის ის კრიტერიუმების ის მცირედი ჩამონათვალი, რომელიც არის მნიშვნელოვანი. დეტალურ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ჩვენ სოციალურ გვერდზე შეიტყობენ ჩვენი მონაწილეები და კი ბატონო, პირველი, მეორე, მესამე ადგილის გამარჯვებულს ექნება ფულადი ჯილდო 1500, 800 და 500 ლარის ასე ვთქვათ, კი ბატონო და აუცილებლად ყურადღების მიღმა არ დავტოვებთ, ასევე ფულადი ჯილდო იქნება გათვალისწინებული იმ დანარჩენი მონაწილეებისათვის, რომელიც ამ 10 საუკეთესო გამარჯვებულში შევა. მე როგორც ვიცი, როცა მოამზადებენ ნამუშევარს, უკვე ხდება თქვენს მეილზე გადმოგზავნა თუ აი როგორ უნდა მოხდეს თქვენამდე მოსვლა ამ მასალის? კი ბატონო, რა თქმა უნდა, დააწესებული არის კრიტერიუმები, როგორ უნდა მოხდეს გადმოგზავნა. ჩვენს ელექტრონულ ვებგვერდზე შეუძლია ელექტრონული ვებგვერდის საშუალებით მეილი არის გათვალისწინებული და გამოაგზავნიან შესაბამის ინფორმაციას, მივიღებთ ამ ინფორმაციას, შემდგომ დავამუშავებთ და შესაბამისი ჟიური იქნება ჩართული აღნიშნულში და ამ ფორმით მოხდება შემდგომ საუკეთესო ნამუშევრების გადარჩევა. თამთა, თქვენ მე როგორც ვიცი, ყოველთვის აქტიურად ხართ ჩართული, აცხადეთ მსგავსი სახის კონკურსებს. ასევე ბევრი რამ გაქვთ დაგეგმილი, სამომავლო გეგმები გაქვთ ბევრი. ამის შესახებაც რომ გითხრათ? ძალიან დიდი სიამოვნებით, ახლა
ყველა გეგმას არ მოვიცავ, თუმცა დეკემბერში ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მოდით ესე ვიტყვი, არის ჩვენი აგრო და მწვანე სტიპენდიების პროგრამის გამარჯვებული სკოლის მოსწავლეების, ასევე პროფესიული კოლეჯების სტუდენტების ასე ვთქვათ, დაჯილდოვება, რაც კიდევ ერთხელ ხელს უწყობს აგრარული და გარემოსდაცვითი დეფიციტური პროფესიების წახალისებას, რაც ჩვენი სამინისტროს და უშუალოდ ჩვენი ცენტრის მანდატიდან გამომდინარე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის დეფიციტური პროფესიების წახალისება და 18 და 19 დეკემბერს ძალიან დიდი სიამოვნებით გაგაცნობთ ინფორმაციას იმ სტიპენდიანტების შესახებ, რომლებიც არიან წარჩინებული პროფესიული კოლეჯების მოსწავლეები და სტუდენტები და შესაბამისად ძალიან გრანდიოზული ღონისძიება იქნება ამასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა თამთა, მე წარმატებებს გისურვებთ. მე კი მაყურებელს შევახსენებ და სკოლის მოსწავლეებს შევახსენებ კიდევ რომ 18 დეკემბრამდე მიმდინარეობს განაცხადების მიღება, ასე რომ შეგიძლიათ აქტიურად გამოგზავნეთ და მიიღოთ მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან პროექტში. მე ნელ-ნელა დაგემშვიდობებით, ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, დღე ძალიან აქტუალურია ყველასთვის და განსაკუთრებით ჩვენთვის.